წავიდა. შენც უჩული ხარ ხო? აი მე ინსტინქტურად ვარწავი კაცია ტაში დაწყო. გამარჯობა. კაი გამარჯობა. შენ ახლა უმცირესობაში ხარ, ორ გოგოლაძეში ხარ და დაიწყე. უკვე ჩან მეორედ ხარ. თან მეორე ხო? რეგაბოვის მოყევი ახლა. ო ესე იგი მაყურებელს საიდან ეცოდინებ, ანუ თედოს წერთ მეორედ, იმიტომ რომ პირველი გადაცემა რო ჩავწერეთ, ჩვენ ხო არც ოპერატორი გვყავს, არც პროდიუსერი, არავინ არ აყვავს, ჩვენ ვართ ჩვენი თავის პატრონები და შესაბამისად კამერის უკან, ნუ კამერის და ტელეფონის უკან არავინ იდგა რომ ეთქვა რომ უკან ძალიან კონტრაჟური იყო და მიშოსელი გადაცემა შარავანდედი ადგა თავზე, თედო ნათელში იყო და მე კი ჩანდი, მაგრამ მარტო შე რო გამოჩდეო, ეგრე არ გამოვაო და არა და შემოლადო სპონსორი რო ყავდეს ტექნიკა შესაბამისი ქვეყნა. რა თქმა და უნდა. კამერის უკანაც ვიღაც შეხედავ. ეხლა შეგვიძლია იმ გოგოებს თხოვოთ აქ დედაენის ბაღში რომ 1000 დღე შემოხედავ ხოლმე. თან რა მეტი რა უნდა ხმამების დრო შეწერას რო დაესწრები, ამაზე კაი რა დაესწრო. ყველაზე მაგარი ის არის რომ აი ამ წირი შესაძლებლობებითაც კი ვსაუბროთ, ვახერხებთ იმაზე საუბარს, რაც ადამიანისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შვილები. ალბათ უფრო იმიტომაც გამოგდით რომ ადამიანს თავიდანვე რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, მაგას რო აკეთებთ რა თან მოგწონს რასაც. კი ბატონო. ხო, ალბათ რო არ მოგწონდეს, მოტივაციაც არ გექნებოდა რა. კი, მოტივაციაც გაგიქრებოდა ძალიან მალე, იმიტომ რომ ერთი წელი თითქმის ერთი წელი რაღაცას აკეთებდე, თითქმის ნული ფინანსური ინტერესით, მოტივაციას მალე დაკარგავდა. ეტყობა თქვენში ეს ერთმანეთს მაგ ქიმია არის, რომელსაც მე რაღაცებს უბალა. აი, არა, ეს რო არ ყავდეს? და მე ეს რო არ ვიყავ. აი, არ გათხოვ მე ეგეთი დღეები, რომ ხან ერთი ხართ ხოლმე, რაღაცნაირად ჩაქიმული და უცბად მეორეს მოტივაცია მოდის და აი, სლავარაკო. ეგ აი ბუნებისგან როგორ ლაგდება რა. ეხლა ჩვენც რაღაც სამს გვაქვს, სარეკლამო გავაკეთეთ რა და აი, რაღაცნაირად ისე ემთხვევა, რომ ორი როცა ჩაქიმულია, ერთი მოტივირებულია ხოლმე. რა, გადარჩენის ინსტინქტია ალბათ. მოდი წავადგინოთ მაინც სტუმარი. რეჟისორი, მსახიობი, პოეტი, კიდე ძალიან კარგი ადამიანი მე ასევე. კარგი გვარიშვილი. მე ერთადერთი რაც არის რომ რას მივხვდი იმ წინა გადაცემის მერე რა თედორე გოგოლაძეა მოკლედ ჩვენი სტუმარი. წარმოვადგინეთ, გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. აი აქ ისეთი თქვენ ისეთი შინაურები ხართ ჩემი რომ აი ლადო მაგადა ჩემი ოჯახის წევრია რა, ვიზეს თამამად შემიძლია ვთქვა რა და წარდგენასაც შეეხება პროფესიებს, აი ერთ რამეს მივხვდი. რომ აი ესე შინაგანად აი მარტო რო ვრჩები რა, აი საკუთარ თავთან რომ აი რო გაუთიშო რა, ისე ეგოსის რაღაცებს დავშენდით რომ შენ რეჟისორი ხარ, შენ მუსიკოსი ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ნახდათ, აი შინაგანად არავინ არა ვარ. აი რო დავრჩე რა, აი რაღაცნაირად ყველაზე ნაღდი სადაც არის ბავშვობაში ვინც ვიყავი ის ვარ რა ანუ არა მაქვს რაღაც იცი რომ ეხო მე მიეწეპა რა რაღაც აი როლს რო ეწეპები რა იქ უკვე რაღაცა მოცემულობა და რაღაცა ჩარჩო გაქვს როგორც უნდა იმოქმედო რა ზოგი ეგოისტობისკენ მიდის აი მაგალითად რეჟისორი ვარ და იწყებს აქედან მდგომარეობის რა და აი სადღაც მართლა მე რო საკუთარ ოთახში რჩები საკუთარ თავთან რო რჩები კაჩი არა ხარ მაგაზე ვერ ეყრდნობი რომ რეჟისორი ხარ ან მუსიკოსი ხარ ანუ მაგის მიღმა რაღაცა რაც არის ყველაზე სუფთა საიდანაც მოვდივართ რა აი სადღაც გონია რომ ის ბავშვი ვარ და მაგიტო ვეღარ ვეწეპები ვერცერთ პროფესიას რა ესეც კაჩი აი ვაკეთებ იმას ერთადერთი რასაც ხვდები რომ რაც ბავშვობას მინარჩუნებს აი როგორც ბავშვობაში წლეში ბურთს თამაშობდით და დაჭეროვანოს თამაშობდით რაც მაგებს მინარჩუნებს ის ვარ რა ზედმეტად სულ ადგილზე მაქვს თვალები, აი ბავშვობის სიმან ახლა ამ სამოიღო სენტიმენტები ისეთი ემოციები წამოიღო, რომ თან მინდოდა ეგ კითხვა დამესვა ბავშვობის თამაშებიდან რა გახსოვს მეთქი, მაგრამ ერთი კაი ამბის თქმა გვინდოდა და მოდი ვთქვათ რა. სუთი პაუერი ისევ ჩვენთან არის რა. სუთი პაუერი ისევ ჩვენთან არის, ქართული მაგარი კომპანია, თავისი არაჩვეულებრივი ჩურჩხელებით, ამას მე გაჩუქებთ. სარო გადაცემის დროს დავაგემოვნოთ. შოკოლადის ჩურჩხელაა. ბროწეულის ჩურჩხელა და მზეს უმზირა მე შეგიჭამ და არ გირჩევ. აი ბროწეულის აზმა. მე ნახეა. ნახე რა კაი რაღაცაა. მაგრამ დამაინტერესა ბროწეულის ჩურჩხელა. გვერდიდან გახსნა. კომფორტულად. ხო და რაც ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს, სხვათა შორის შენთან ვამბობთ პირველად, დღეს გადაწყდა ეს ამბავი. მედია პარტნიორი ყავს ახალი კომპანია რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, ყველამ რა ვიცი, რადიო თუ ვინმეს ხელში ჭერია და რადიო გაუგია. ხო ვიხსენებთ. ფორტუნა მაგედან დაიწყო რა.
ხო, მთელი ჩვენი ბავშვობა რადიო ფორტუნა იყო და ძალიან გახარებულები ვართ ამ ამბით. რო ასეთი არაჩვეულებრივი მედია პარტნიორი ყავს ფორტუნას სახით. მადლობა. ბავშვობა ფორტუნამაც გაგვახსენა და რაც ბავშვობას გვახსენებს, ყოველთვის კარგია ხო. მაგრა ასწორებს ძმაო, იმიტომ კი არა ხო. ჩემი სპონსორი არ არის რომ ეს ვაქო რა და ძალიან გემრიელია. თან რაღაც ეს პროცესში სიმჟავეც რა. აი ზუსტად ეგ მომწონს ყველაზე მეტად. და ისა რა ქვია, ნიგოზია კარგი. ხარისხიანი კახურია აშკა და წინაზე რო ვიყავი ამდენი სპონსორი არ ყავდა. მაშინ და წინაზე არავინ არ ყავდა. შარავანდედი ედგა კაცს. შარავანდედი სხვათა შორის შენს მერე შენ რო ჩაგწერეთ დაახლოებით ერთ კვირაში დუბლაძეების ღვინო დაგვიდგა გვერდში. ჯიგრები. ოქრო ადამიანები, ოქროს ხალხი და კაი ფეხი აქვს ისე. მოდი ყოველთვის ჩავწერ. ყველა ჯიგარია მის გვერდზე დაგიდგა. რო შევწევთ გაუშვი. თედო მოდი წავიდეთ ისე ბავშვობაში. მინდოდა ერთ-ერთი ეგეც მეკითხა. რა გახსენებს ბავშვობას, მოდი ჯერ ამით დავიწყოთ ყველაზე მეტად და მე ბავშვობის თამაშებიც რო გავიხსენოთ. აი ბავშვობას როგორ ამათ იცი რომ აი რაღაცა პერიოდი არის ჩემი ბავშვობის ხო აი ბავშვობა უნდა ავიღოთ ალბათ 16 წლამდე ხო აი ოღონდ გაიონები შინაგანად რაც ბავშვობაში აი რაღაცები აი ჩემში მოვლინდებოდა ხოლმე რა აი ახტაცება ვიღაცის მოწონება და რაღაცა ეგენ დღესაც კავშირი საიდანაც ვინც ვიყავი ნაღდათ ეკავარ რა პროსტა მერი არის რომ იქ ცხოვრების გამოცდილებები რო ჩაკეტავს არა ეხლა აქ არ უნდა აღფრთოვანდე ის თუ მოგეწონება მე რამაც კარჩე ჩვენ ცოტა ჩაგვკეტა და ეგ არის რა და ეხლა ბავშვობის ის რაღაცა მხარე კარჩე ჩემში დღესაც არის რა და ესე რომ დავდივარ ხოლმე ყველაზე მეტად რასაც გადავყავარ არის სუნი არის ერთ-ერთი რომელიც ძალიან მძაფრი არის ხოლმე ბაღის სუნი არის კიდე ერთ-ერთი ძალიან მძაფრი აი სუპებზე და ეგენი რო იყო გამგეობას ქონდა კიდე გამგეობას შესასრულში რო სუნი გახოლე ხაშურის გამგეობას შენობა და აი შემოდგომას მოყვება ხოლმე რატომღაც აი ეხლა რა არის აი წვიმა რო წამოვა და აი პირველი თბილი წვიმები რო არის ხოლმე რა ისეთი სკოლის პერიოდს მახსენებს რა აი სკოლაში რომ მივდიოდი აი ეგენი მაგრამ დანარჩენი აი როგორც ვთქვათ რომ ესე ჩემი ბავშვობასთან კავშირი აი რაღაცნაირად იყო ადრე უფრო იყო გაწყვეტილი არ არის დღესაც გაწყვეტილი რა ხვდები რომ კარჩე ის ვარ ვინც ვიყავი რა უბრალოდ მე რატომღაც რაღაცნაირად ისე და მოახდინა ცხოვრების გამოცდილებებმაც რომ ცოტა მე ხო იცი მე კომპლექსდები რომ ის გაზრდა რა არის რომ ვეძახით რომ გავიზარდეთ რომ დავკომპლექსდით რა და ეს დაკომპლექსებაც მე გზადაგზა რაღაცნაირად ის ბავშვი ცოტა ჩაკეტა იმიტომ რომ ვიღაცამ გითხრა რომ იყო პერიოდი სადღაც მე ეკედლები ქუჩაში არ დაიჩაგრო რომ ცოტა ძლიერი იყო და რაღაც იქ თავისი წესებია როგორ არ უნდა დაიჩაგრო და ავტომატურად ხდები სხვა ადამიანი და მიდიხარ მაგ იმასთან რომ ისინი დაიცვა ანუ მან უკვე თავისუფლებას კარგავ რა მე ხდები რომ სადღაც ვიღაც გეუბნება რომ კარგი შვილი უნდა იყოს შენ კარგი მოსწავლე უნდა იყოს და იცავ რაღაცა მაგას რომ მეზობლებმა ან დედა ანუ ისევ სხვისი აზრი შეთვის მნიშვნელობა სხვისი აზრით მოქმედებ რა და საბოლოო ჯერში შამებს კი იწებებ მაგებს ვერ გაიქცევებ მაგრამ აი სადღაც მე გათავისუფლებაც ეგ მგონია რა და აი თედო საინტერესო რაღაცა თქვი ერთ-ერთი ვალდებულებას ვიწებებთ ადამიანები რომ კარგი შვილი უნდა იყოს ყველას ნომერს ვეკითხებით როგორი მამაა აი ხა შენ კითხავაზე როგორი შვილი ხარ შენ აი აქვსენტი ბატონი აქვსენტი არაჩვეულებრივი კაცი მამაშენი რო კითხო როგორი შვილია თედო რა სიტყვის მე რას ვფიქრობ მაგას ვიტყვი რაში გამიმართლა რა ეხლა კიდე კაი მამაჩემთან ცოტა თავიდანვე ისეთი იყო რომ მეგობრობით დავიწყეთ რა მე რაც ცნობიერი ჩემოვიდა მეგობრობით დამიწყო და ეხლა რო ვფიქრობ რატომაც რა თან თქვენთან ერთად ვფიქრობ იყო რომ აი რაღაცებს რა ანალიზებს გავაკეთებ თან რაც ზეცნაფიქრება და რასაც ეხლა ვფიქრობ რომ მამაჩემსაც იმდენად ჩართული იყო და უყვარდა თავისი საქმეები რა აი სადაც იქ ფეხბურთის დირექტორი ივერიის დირექტორი იყო საფეხბურთო კლუბის აი რაღაცნაირად და აი მქონდა რა ის კომაგობა და რაღაცა პატრიოტიზმის რომ იმდენად ჩართული იყო და იმდენად ბავშვური იყო თვითონ მაგ საქმეებთან აი წეღარო ბავშვურობას რადგან ვეხებით რომ აი ავტომატურად მათ ხო უკვე ასაკი აღარ არის და აი სიხარულით რო აკეთებ და მე სიხარულით მთავდა ამ ყველაფერში და ისი არ მეუბნებოდა რომ აი ეს კი არა კეთო
აი მან ნახევდა თვითონ როგორია გარე სამყაროსთან კონტაქტით რა, რაღაცას არ მამობდა რა, ესე ვთქვათ, რომ აი არც სიმკაცრეს არ იყო ამოფარებული, ესე ვთქვათ რა. ნუ თავისი სიმკაცრები ყველგან იყო, არც რაღაცა რომ აი мама ესე უნდა მოიქცეს გაწეულ წესში და რატომაც ამ მისმა ესეთმა დამოკიდებულებმა ცხოვრების და თავის საქმეების მიმართ რა, აი დამანახა ის ვინც ნაღდათ არის რა, შინაგანად და გამიმარტივა ეს მამის რაღაცნაირად ფარდა ცოტა ეგრევე ჩამოიხსნა რა ეს წინაღობა რაც არის და რაღაცნაირად მაგიდანვე დავმეგობრდით რა საქმით, იმიტომ რომ მეც ფეხბურთი ძალიან შემიყვარდა და რაღაც ეგ საერთო ინტერესმა მოკლედ ჩვენ რაღაცნაირად გვაპოვნინა ენა ერთმანეთთან რა და მე ეგ ენა და ენა წავიდა და საბოლოო ჯამში მე კი როცა ვიზდებით რაღაცნაირად ვიწყებთ ხოლმე რომ ყველას ემართება ეგ რომ მამის ხატის დანგრევა, შობლის ხატის დანგრევას რა, რომ რაღაცნაირად ეგეც რა არის შობლის ხატის დანგრევა, რომ ის გაღიზიანებს და იმეს არის თანხმები შენში, რაც შენ ხარ. და რეალურად რაც შენში არ გაქვს მიღებული, იწყებს სხვაზე გაბრაზებით და იმის შეცვლას რა და ეგ რა გამოდის, რომ შენ мама როგორც ცალკე ადამიანი პიროვნება კი არ აქვს მიღებული და ეგრე კი არის კონტაქტები როგორც საკუთარ იმის ანარეკლი რა, საკუთარი თავის ანარეკლი და ცდილობ რაც შენში ვერცვლი შეცვალო იმაში რა და არათავისუფლებ აქედან. ანუ რეალურად რო გამოდის რომ მშობლები არ გვათავისუფლებენ კი არა. ჩვენც არ ვათავისუფლებთ ხოლმე ხშირად მშობლებს რომ მოდი აი ერთმანეთისგან ისა გავცალკევდეთ ეს აკიდებული რაც არის რა, რასაც დავებედეთ რომ მშობელი და შვილი კი არ ვიყოთ, აი გავცალკევდეთ და მივიღოთ მე ადამიანებმა ერთმანეთი ვინ ვართ ნაღდათ რა და რატომღაც ეხა თან მე ეხლა წლებიც რომ მოდის ეს რაღაცნაირად კიდე კაი ეს საკითხი რაღაცა ტრანსფორმირების мама ჩემშიც დადგა და ჩემშიც დადგა რომ აი რაღაცნაირად ეხლა თითქოს თავიდან დავიწყეთ არა мама და შვილის კონტაქტი, არამედ როგორც აქვსენტი და თევდორე რა დავიწყეთ თავიდან ერთმანეთის მიღება და აქ უფრო მეტი გაფრთხილებაც არის რა, იმიტომ კი აღარ თმობ და იმიტომ კი აღარ უთმობ პირობითა და იმიტომ კი აღარ უსმენ, ან იმიტომ კი აღარ ვითვალისწინებ რომ მამაა რა. აი, ცალკე აღებული როგორც ადამიანი, ჩემთვის უკვე უფრო საინტერესოა რა, мама მოშორებული რა. ეგ ყველა ასაკში გვაქვს მე მგონი ადამიანებს. რა ჩვენ არ შეგვიძლია სხვაში რო ხედავთ, ან გვაღიზიანებთ და ვცდილობთ იმის შეცვლას თუ რაღაც. თუ შეცვლას არ ვცდილობთ, იმის კარგი მას ვაქილიკებ. ხო, ნახე რა, ამას ხო მეც გავაკე, ამ დროს ვერ გააკეთე. განსჭა. გინდა რომ გააკეთო, მაგრამ ვერ გააკეთე. კი. მორალისტები რო ხდებით. ხო, აბა. ეგ ხო, სენია, ძალიან სერიოზული სენია. კი ძალიან კარგი მიმართულებით დაიწყე საუბარი, მაგრამ მაინც ცოტა შევამსუბუქოთ ეხლა ბავშვობის დროინდელი თამაშები რო გავიხსენოთ. მე თამაშებზე მკითხე და სად წავედი, იმენა ცხოვრები ეს ფილოსოფიას მოკლედ აი ვერ იმოშვები ხოლმე რა, აი არის შენში რაღაც ჰეგელის ხო, იმენა ვამძიმე ყველგან და რა, იმენა ცხოვრებაში რაც მინდა არის სილაღე და აი ამ სილაღეს ერთადერთი აი კაბჯი რაშიც ხელს მიშლის არის ჩემი ეს რაღაცნაირად აღქმები რა. ბავშვობის თამაშები იყო ჩემი, რაც მაგრამ ევასებოდა. ტრაკობანა, ათობანა, ფეხბურთში ერთი როგორც კარი კი არ იყო ხოლმე, ვიღაცის კარი იყო, ვიღაცის მეზობლის კედელი ან კარი იყო რა ის. მეზობელი გამოვარდებოდა ჩემღობეს ნუ ურტყავ. ხო, იმიტომ რომ ის ბოძები რაც იყო, ეგენი შტანგები იყო და ეგ იყო ხოლმე რაღაცა უბანი ვიყავით გარეთ, ერთი ვინც ააცელდა ან ორჯერ შეეხებოდა ბურთს, ან დაგდებული და გაიტანდა დგებოდა კარში. ჟოპასტენკას ეძახდა. ეგ იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაში და ყოველდღიური. ფეხბურთი თავისთავად, ესე ფეხბურთთან მივდივარ. მე შემიყვანეს კიდე კალათბურთზე რა, ჩემებმა ბავშვობაში რომ ალბათ იმიტომ რომ რაღაცა გავზრდილი ყავი თუ არა. ყველა ვარიანტი ეგ იქნებოდა რა. აბა კალათბურთი არ მგონია რომ ჩემო კალათბურთელი გაზდიდაც ვერ გავიზარი და კალათბურთელიც ვერ გამოვედი და მე ეგ იყო ეგ ორი სპორტი იყო ჩემთან, რაც ვიარ. როცა დამჭა კალათბურთის სიყვარული, ოღონდ კალათბურთს უყურებ როგორ იცი რომ მარტო საქართველოს როცა თამაშობს. ეგრე მიყვარს მეც კალათბურთი. სხვაზე ვერ. თუმცა მაგარი სპორტია და გული მწყდება. გულწრფელად რო გითხრა რომ სპორტის შესახება დიდად არ მიყვარს, მაგრამ საქართველოს თუ თამაშობს, ხო, აი ეგ ამაქვს რა, აი რაგბზე მეტად ფეხბურთი უფრო ისა ფეხბურთი კი არა, კალათბურთი იმიტომ რომ ნეიტრალურია ფეხბურთი მაგ ცალკე აღებული რა ჩემი საყვარელი სპორტია და ვიცი და ჩართული ვარ აი სხვა ქვეყნების კლუბებშიც და აი კალათბურთი და ის ვიცი რაგბი ვიცი ერთნაირად მაგრამ კალათბურთს უფრო აზარტიანად უყურებ გასაგებია რაღაც უფრო მელამაზება რა სწრაფია
ხო. დინამიკური. დინამიური. მე მაგალითად აი რაგბი და ფეხბურთი ვერ ხვდები რომელი უფრო ეგრე ხარ შერაგთ ხო, ძალიან მიყვარს ორივე და კალათბურთი ხო გითხარი აი ნაკრების თამაში ძალიან მიყვარს. საყურებლად ადგილზე კალათბურთი მირჩევნია რაგბისაც და ფეხბურთს. იმდენად დინამიურია და აი უფრო აზარტულია რაღაც რა. ეხლა სპორტზე აშკარად ბევრს ლაპარაკებთ და კიდე ქალაქობანა მევასებოდა. აუ, ქალაქობანა მაგარი იყო. სიტყვასაც მოწონს სხვათა შორის ეგ და აი აზროვნებას მაგრა აჩქარებს, აი იქ ბუზე რა არის სოფელი, აი მე უკვე გაიზეპირებ და ეგრევე რომ ჩაარიხინებ ხოლმე. აი კარტის თამაში დიდათ არც მიყვარდა ხოლმე და ეხლაც კარჩე ჯოკერით და დომინო და რაღაცებით ვერა რა. ნარდიც ვერა რა. აი დამკა იყო, დამკა თამაში მარტივი. ეს და მამამისის ნარც მაგრა თამაშობენ სტუმრად ვარ სურამში და ორივეს მოუგე თითო ხელი და გავიქეცი ეგრევე მე აღარ გაგვიგრძელა. დღემდე ისა. დღემდე სალაპარაკო სტუმრად შენ თუ არ დაბრუნდები, ესენი დაბრუნდებიან. მე აღარ ეთამაშე. არა გავიქეცი აღარ. როგორ არის? იმით მოგებული ვიყავი და всё ბეჭდი. აღარ მეთამაშება თორე ჩვენ რას ლაპარაკობ. შენ რა თამაშეს გაიხსენე? თედორაც ჩამოთვალა ეგენი ძალიან გვიყვარდა უბანში მაგარი პოპულარული იყო 7 კენჭას ვეძახდეთ. კი, ბავშვები ვათამაშეთ ხოლმე. სხვადასხვა სახელი ქვია რა. უსრო გააგორე. ხო, ხვები და მე რო უდო დაალაგო, ნუ წრეში ბურთი. ძირითადად რაღაც სტანდარტული აუ და სკოლაში ძალიან პოპულარული იყო ერთი პერიოდი ლახტი. მე და ჩემი კლასელები და აუ აჭრილებული ვიყავი კამრით ერთხელ აქ მომხვდა ბალთა. ძალიან ჩემი ბრალი იყო არასწორად ვიმოქმედე და აქ მომხვდა ბალთა და მაგრამ ეფინა. ჩემი იყო დახუჭობანა და ერთი დახუჭობანა. ერთი ტუტუცი ყავდა დათო ერქვა. რა შვებოდა ისე? ის ხო იყი მე იყო ხოლმე გამარჯვებულო გამო. ეს წავიდოდა სახში, შეჭამდა, წამოწვებოდა. მთელი ეზო დავდევდით გამარჯვებულო. გამოდი ის წამოწოლი იყო ხოლმე ჩამოვიდოდა და ნაჭამი გამარჯვებული და ნაჭამი გამარჯვებული იყო ხო? აუ არა, კაი. კი. თედო წარდგენას დროს ერთი ეპითეტი ასეთი თქვით რომ ხარ პოეტი. ძალიან კარგი ლექსები გაქვს, გულწრფელად გეუბნები და მამაზე თუ გაქვს დაწერილი ლექსი. აი როგორ არის ეს პოეტი ნახდათ აი ანუ პოეტი არა, მაგრამ როცა გისწორდება წელი. ვერა ვარ, აი მე მივხვდი რომ აი ხა ცალკე აღებული ლექსებს რომ ისეთი ძლიერი ლექსები ხო უნდა გაანალიზო. ხა ჩემი ლექსია და მე თუ ვეთანხმები, იქ უკვე აღარ არის შედარება ვიზე ძლიერია და ვიზე ნაკლები. არის რაღაცა ლექსები, რომელსაც ძალიან ვეთანხმები ჩემსას რა და იქ უკვე რაღაცნაირად ჩემია. თორე ესე აღებული პოეტი ნახდა დამგონია თავი. მამა ჩემზე არა მაქვს ლექსი რა, რაღაცნაირად ეს შემგონია რო არა გაქვს. მამა ჩემზე გაგძილე კაც მე რა მართლა ზომა როგორ არა გაქვს. მამა ისევ ღელავს დარდობს ქართლის ბედზე, გადარჩენავს ხედავს ფიქრით ერთმანეთზე. აბა ეს ვაიმე რა სირცხვილი არის. ცოტა იკაც ესენი უნდა მივიღო რა წარსულში დამიწერია რა. აი სადა მოგეკე ძო. მიცეძებს სპორტი. რომელი წლის ისა? აუ ეგრე დეტალურად ძალიან ბავშვობა იქნება ყველა ვარიანტი. მახსოვს ეგრე დეტალურად. რითმები და ეს აუ სიტყვებია. ხო დღეს მით უმეტეს გადარჩენას ხედავს ფიქრით ერთმანეთზე. რაც საერთოდ აღარ არის. ცოტა ბავშვური სიტყვებია, გულწრფელი სიტყვები არის, მაგრამ ნუ აი რაღაცნაირად ყველაზე მთავარი რაც არის ხა ცოტა რაც მომერიდა. აი ეს არ გქვა მე რაღაცა ვიდეოებს რო უყურებ წარსულისას და და ამას როგორ ვაკეთებდი რა მე როგორც ბოლომდე რო ვერ უყურებ რა აი კაჭე ეგ არის რომ ეგ უნდა შევძლო რომ ეგენი ვუყურო რა რომ ეგ არის რომ მიიღე რა და აი ეგ რა არის რომ კაჭე რაც მოხდა უნდა მოხდა და მოხდა რა ანუ კაროჩე აი გაშვება უნდა ვისწავლო რა ხო აი ლექსებიც როგორ ამაქვს მე რომ მივხვდი რომ ეს ლექსებს ვერ იმავშვებოდი რა მე აი როგორ ავშვებოდი წერ და რაღაცა მომწონს ეხლაც რაღაცნაირად ეხლა გადავიტანე ცოტა უფრო აი მუსიკასთან ერთად ვაკეთებ აი უფრო აი რეჩულ აი რეჩივით წერ და აქ ხვდები რომ უფრო სასიამოვნოდ მესმინება და რაღაცნაირად უფრო აი აქაც აი რიტმის და რითმის ძიების პროცესის და თვითონ რაღაცა ატმოსფეროს ეს მუსიკას რო აძლიერებს რა აი რაღაცნაირად უფრო სინთეზში უფრო საინტერესო გონია რა და ხო აი მამაჩემზე ხო აი ესე ლექსი მართლა არ მახსოვდა ეხლა ეტყობა წინა ჩაწერაზეც წამაგითხე და კიდე არ მახსოვდა ხო და
ამბავი არის ეგეთი რომ რაღაცნაირად ეს ბიძღვნები არ მქონდა ხოლმე ლექსში რა აი უფრო მქონდა სულ სიყვარულზე წერდი ხოლმე რა თქმა უნდა ალბათ ყველაზე მთავარი თემა ყველა მაგაზე არის როგორც ხო არის რომ სიყვარულზე წერდი როგორც ბედნიერ სიყვარულზე და აი მე სულ წერდი ხოლმე აი უბედურებაზე აი იმიტომ რომ აი უბედურება ხო უფრო მძაფრი შესაგრძნობი არის ვიდრე ბედნიერება და ამ ტკივილში ყოფნა თან აი ტერენტი გრანელი მევასებოდა მაგრა რა ტერენტი გრანელი როგორი მძე აი სულ იმაზე ვიფიქრებოდა რომ აი ხა თავს როდის მოვიკავ აი რა ის არის რა და როგორ მიტირებენ ყველა ადამიანს უფიქრია ეგ არ გიკითხავს ხოლმე რომ მოუყდე მიტირე როგორ დამიტირებენ ხო თავისი პარაკლისი რო ეგ რა ხელა ეგოცენტრული ტკბობა წარმოიდგინე შესაძლოა ტრიალე სამყარო კი არა სრულიად galaktika და შეიძლება აი ნუ და ყველა მე ვაფშე ურთიერთობას და ადამიანები რაღაცას რო თხოვენ მაგას თხოვენ რომ დამიტირე აი ხო და რაღაცნაირად ის არის რა აი მაგეებით აღარ მინდა რომ აი რა შევცდილობ იცი რომ აი ეგ ტკივილები რა თქმა უნდა უფრო მძაფრად და უფრო მარტივად იმიტომ რომ ნაცნობი არის ყველას ტკენია მაგის დაჭერა რა და რაღაცნაირად აღარ მინდა რომ მარტო ტკივილი იყოს საგრძნობი რა რაღაცა ეს ცოტა სილაღესკენ მიდის რა და ადრე მეგონა რომ სილაღე და ადამიანი ვინც ხიარულობს ცოტა ბრტყელი და ისეთი ადამიანია მეთქი რა აი ჩერჩეტი და ვერ არის სიღრმისეული რა არაფერ შუაში არ არის აი პირიქით აი რაც უფრო აი თუ ჩახვალ იმ ხელა სიღრმეში სადაც აი პირობითად უფალიც არის ან საკუთარი თავიც არის იქ მარტო სილაღე არის რა აუ ის ხო იციან ხოლმე გაქილიკება რა ბავშვივით იქცევიო და მე პირიქით ჩვენიერი ის კაი კომპლიმენტი აი ხაგე შადრევანია ბავშვების სველების ხედა ნეტა ეგეთი ვიჯდე მე ხო წვერიან ბავშვი ეძახი ხოლმე ჩემ თავს რა რამდენჯერ მინატრია რომ აი ბავშვი რაღაცას აკეთებს გონწონებია და აი ისევ იმის გამო ის რა სიტყვის ამ ხელა კაცი რას აკეთებს და არ გამიკეთებ გააკეთე რა სხვა რა დაგრჩება ხო ცხოვრებაში მესამე კურსზე ვარ და შუაღამისას მე და ჩემი ძმაკაცები დახუჭობანას თამაშობდით და ჩვენმა მასწავლებელმა გამოიარა ვაი თქვის პატრონსო რომელზე იყავით მესამე კურსზე ვიყავით დახუჭობანას სტუკა და ის ტუტუცი ძმაკაცი ისე სახში ხო არავიდა საჭმელად არა ის ძმაკაცი არის ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ეხლა უფროსი შვილი 14 წლის არის და ეს თინეიჯერობის ამბავზე ძალიან ნერვიულო საკუთარი თავი თუ გახსოვს თედო ამ პერიოდში და მით უმეტეს მამასთან და მშობლებთან ურთიერთობა როგორი იყო აი რაღაცები აი ნახე ყველაზე ნაკლებად ეს თინეიჯერობის ასაკი მახსოვს და რატო მერე დავაფიქსირე რა ანუ აი თინეიჯერობის ასაკში შემოდის აი ეგეთი ამბებიც რომ აი უკვე კაცი ხარ უკვე რაღაცა მე მტკიცებას იწყებ რომ მე აღარ გინდა ეგ ბავშვობა პირი შენვე უარყოფ რა და რატომაც გონია რომ კაცი თუ ხარ ესე იგი უნდა გაიზარდო და შემოყავს კაცური ისინი მტკიცებები რაც არის რომ აი იქ მაშინ შემოდის რომ თუ ქალთან აი სირცხვილები იწყება მაშინ რა აი თუ ქალთან არ ახარ ნამყოფი კაცი არ ახარ და მე გიწევს რომ ვიღაცა აი მოიტყუო სადღაც რომ აი მე აი გონია რომ მაგეგოს რომ იბუსტავ რომ კაცთან ისა ქალთან ხარ ნამყოფი აი თუ ქალთან არ ახარ ნამყოფი ბოლომდე კაცი არ ახარ და მე ამიტომ სადღაც ვიღაცებს გიწევს რომ მოიტყუო რომ იმ გოგოს ვაკოცე იმასთან ვიყავი სხვის ნათქვამებს იმეორებ სხვის ნათქვამებს იმეორებ რა ასევე გონია რომ მე რომ მაგედან იწყება კაი კაცობის კომპლექსი რომელიც მე ბევრს ძალიან დიდი ხანი მიყვება რა რომ ყველას კაი ტიპი ვეგონო ყველას კაი ტიპი ვერ ეგონები და არც უნდა ეგონო რა და აი თან აიყო ეგ ასაკი რატო მახსოვს ყველაზე ნაკლებად რომ მაშინ შემოვიდა ეს სირცხვილები რა მასტურბაცია მაშინ იწყება და მასტურბაციათან როგორ იყო მოწოდებული რომ იქ სადღაც ცოდვაა ძალიან მძიმე სადღაც ძალიან დიდი სირცხვილია რომ კაცი იმაშვებოდეს და ამას ვიყავი ხოლმე სულ აი როგორ განცდებში იცი მაგ აქტის მერე რომ აი თავს ძალიან დამნაშავედ გწნოვდი რა იქით ეშმაგი მწვავდა და აქეთ საზოგადოება მწვავდა რა და რაღაცნაირად მაგ ან ანალოგიურად იქ სადღაც მე ცოტა ტყუილებიც გიწევს და აი ამ იმაში რაღაც მდგომარეობაში იმდენად სირცხვილის დიდი ნაკადი დამეჯახა რომ აი ეტყობა ტვინს დაემართა თავისი თავდაცვა თუ რაც იყო რომ წაშალა კარში რაღაცნაირად რაღაცა ძალიან დიდი პერიოდი ანუ აქ მარტო მასტურბაციაზე კი არ არის მაგას აქს რაც მოყვება რომ იქ ვიღაცასთან რაღაც შეგეშალა თან უფროსებს ცუდი რა ვთიცი მაგ დროს სულ გეღადაოებს თუ დაქცინი რა სულ მამაჩემთან აი და მშობლებისგანაც იცი რა იყო ხოლმე მაგასაკში მაგასაკში იწყება კაკრას რომ ცოტა ისინიც ნერვიულობას იწევენ იმიტომ მართლა რთული ასაკია
შენ აქედან იწყებ მტკიცებას, რომ მე უკვე გავიზარდე და დამოუკიდებლობის და აი მაშინ იწყება უკვე რაღაც აი ხატი, წეღარო ვილაპარაკეთ. დაანგრევა და შეჯანჯღარება და აი რაღაცნაირად მაშინ ცოტა გაყოფა მოდის რა, იდეური ის რა. აი კაკა სადაც ეგო იზრდება, რომ მე ვარ და აი მამაჩემთან რაი რაღაცნაირად მაინც არ მქონია რა, იმიტომ რომ აი მამაჩემი მარტო იმიტომ კი არა რომ მამაჩემი რაღაც აი ავტომატურად ადამიანი რომ ის დაიბადა ისეთი რომ არის გულწრფელი რა. აი გულწრფელია და მამაჩემი ყოველთვის მანახევდა თავი, აი მანახევდა ესე კი არ მოდიოდა ნახე თავის შეცდომებსაც რა. აი ჩვენ ოჯახში რაღაც ისე გავიზარდეთ რომ ერთმანეთთან რაღაცა დამალული ის არისო რომ ჩვენ ვიღაცას არ ეშლება არ არის რა, გვეშლება კიდევაც რა შეცდომებსაც უშვებდა. ამან იმდენად მომცა უფლება რომ კაცე მეც შეცდომები რასაც დაუშვებდი არ დამემალა, რომ არ თლად ბოლომდე არ მოხდა ეს გაწყვეტა ჩვენი კავშირის რა. აი იმიტომ რომ ის სადღაც პირველი სიგარეტიც რომ მოწიე, მე ცოტა უფლას ასაკში მოწიე, აი 17-18 წლის ვიყავი რა. აი ეგრევე გავაზიარე რომ ეწევი, აი მერე შემოვიდა ისინი რა ქვია, იქ ნარკოტიკებიც იყო ეგენი დროთა განმავლობაში. მე არ ვამბობ რომ ეს ყველას გავასავლელი აქვს, რაღაცები მქონდა ეს რო ეს იცოდა მამა სიგარეტის სიტყვაზე. სიგარეტი იცოდა კი. ეხლა რა თქმა უნდა არ სიამოვნებდა რა, მაგრამ აი მეც მაშინ როგორ მივაწოდე, იცი რომ აი შენ ეს უნდა გაიგო რომ მე სიგარეტს ვეწევი, ანუ უფრო მაგიტო უთხარი რა, რომ აი ნახე რომ ამით მიმიყედ. არც უნდა მოთხოვ, არც არის აუცილებელი რომ მანდ გაგიგოს და მოთხოვო რომ გამიგე რა. როგორი შედეგი შეიძლება ქონდეთ თედო შენი სიგარეტის მოწევის ამბავი როცა გაიგო მამამ ყვირილი რაღაც ხე ამ სიტყვის არ მიყვარს ხოლმე ცემამდე რომ ისულიყო. შედეგს გამოიღებდა ან როგორი შედეგი იქნება? ვერაფერს აკრძალოს ვერ გამოვაქვს შედეგი. აი ადამიანამდე აი მამაჩემ ეხა არ ამიგზალა, მაგრამ იმას გძნობდი რომ არ სიამოვნებდა და ნათქვამიც ჰქონდა რა. აი კაჟო ყველა ეგ უნდა მივხვდეთ რომ აი შვილებს მანდ ეშლებათ ხოლმე რომ მიმიღე და მოგწონდეს მე რასაც ვაკეთებ მაგის მოთხოვნაში რომ მივდივარ რა. რატომ უნდა მოწონდეს თუ არ მოწონს, კაროჩე არ უნდა მოწონდეს და იმანაც არ უნდა დააძალოს იყოს ქნას ის რაც მშობელმაც არ უნდა დააძალოს რა. და აი რაღაცნაირად მე ხვდებოდი რომ არ მოწონდა ეს და აფიქსირებდა ხოლმე რომ არ მოწონს რა სიგარეტს რო ეწევი რა. მაგრამ აი ესე რომ ეჭყობა ხო მე ხო მაინც ვერ გავიგებდი სულ რომ აი მამაჩემის გამო დამენებებინა თავი რომ მამაჩემს ეჭყობა რომ მე შვილო სიგარეტი არ მოწია და დამენებებინა. მე ხო ეს გამოვიდა რომ გაუაზრებლად დავანებე ისეთ რაღაცას თავი რაც მე ვერ გავიაზრე და არ მეცოდინებოდა ამის შედეგი, ამას სად შეიძლება მიგიყვანოს ამან რა. და ეხლა სიგარეტიდან გადავედით ეგ ყველაფერზე ეგრე იშლება რა. ჩემი ეს ადამიანი სანამ თვითონვე არ მიიღებს და გაიაზრებს, გაითვეცნობიერებს და იგრძნობს რომ ამა რა შეიძლება მოგიტანოს, იქამდე აი აკრძალვას აზრი არა აქვს რა. აი აკრძალვას თუ აუგზავნავ, სულ რაღაცის დანაკლისი გექნება რა, რომელიც რა არის რომ რაღაცა რომ გინდა როცა რაღაცა გაკლია. თორე თუ არ გაკლია რა გინდა, აი რატო წყურია, იმიტომ რომ წყალი გაკლია და გინდა რა. და თუ რაღაცა გაკლია, ესე იგი ყოველთვის გენდომება რა. და ამიტომ აი აკრძალვას შეიძლება ადამიანში გამოიწვიოს ეგ დანაკლისის განცდა, რომელიც სადღაც სხვა რამით აინაზაუროს. პროტესტის გამოიწვია და უფრო ბორო გააკეთოს სპეციალურად ხო? მით უმეტეს ეგ თინეიჯერობის ასაკში. ხო ეხლა მე აი ყური ეგრე მასე და ყური გავიხვიტე რა. ეხლა დედაჩემმა უფრო მიიღო, ჩემი აი მართლა ისეთი ოჯახი აღმოჩნდნენ რა, კიდე კაი რომ ცოტა მანდ ისიც მეხმარება რომ დედის ერთად ვარ და ეგ პრიორიტეტიც მაქვს რა, რომ აი ხო თავისი უარგისი რო ურჩევნია რა უნდა ქნა და აი ყურის რო გავიხრიტე ეხლა ეს არის პირველი აი წლების წინ 1-8 წლის წინ აი სახში მივედი კაპლისუნი დგას აი როგორი იცი აი მაგარი მამაჩემს აი ფერი არა აქვს, ფეხები აქვს აწეული. დედაჩემიც უხაზე, დედაჩემი უფრო სადნერვიულოს ხომ, ისე რომ მამა შენი მე გაბრაზდა და აი უფრო ამაშია რა და აი ნუ ეს მე იმას ქნა რა მამაჩემა მაგრა გადამუშა. თან ახლა მაგთაობისთვის ძალიან შვილმა მისაღები ამბავია. საყურე გაიკეთოს, არ არის მარტივი ამბავი. შვიანი შვილი იკეთებს. ეგ ხო რა არის რომ ჩემი შვილით რო ამაყობენ, აი მოდი პასპორტი მანახე, აი შვილი რატო გინდა, თან უმეტესად რომ ბიჭი უნდა თხოვნა შვილი რომ გარე საზოგადოებასთან იამაყო რომ აი გვარის გამგზავრება, ანუ ისევ გარე საზოგადოება რას იფიქრებს მანდედან და უცბად აი ეს გარე საზოგადოება ხო არსებობს და აქ შენი შვილი ვისაც პასპორტით ამაყობდი და იმას საყურეს იკეთებს, ხო დაგენგრა კიდე ცხოვრება. მამაჩემმა ეგ იმას ის
აქნა რომ აი ძალიან ძლიერი გამეჩითა რა, მაგრამ ის არ დაუწე, რატო გაიხრიტე? შვილო, მანდ არ მოსულა რა. მიხვდა რომ კაჩე მევასება და ჩემს გადაწყვეტილებას საპატივი რა და ეგ ძალიან დიდი აი ძალიან დიდი რამე არის რომ მშობლემა აი როს ცენ შვილის გადაწყვეტილებებს პატივი რა. იცი რა არის რომ ამას რატო აკეთებ კი არა? აი ამას ნუ აკეთებ კი არა, აი ამას რატო აკეთებ? რომ კითხვა დაისვას და აი მართლა იმსჯელონ რა. ბევრად კარგ შედეგამდე მივიდა, იმიტომ რომ გავაანალიზებთ რა. იქნება ეს კი ცუდია, მაგრამ იქნება მოდი ჯობია რომ შენმა შვილმა ეს განიცადოს, რომ მიხვდეს რა. ზოგადად დიალოგი და საუბარი არის ჩემი აზრით ყველანაირი კონფლიქტის მოგვარების პირველი ნაბიჯი. თუ საუბარი არ გამოდის, ის კონფლიქტი არც მოგვარდება. არ გამოვა. ძალიან პოპულარულია ეს გამოთქმა, ხო იცი? შვილი მტრად გაზარდე და მოყარეთ მოგეკიდებავ. ჩემთვის ეგ აი აბსოლუტურად მიუღებელი ლოგიკა არა. ლოგიკა არა, რანაირი ლოგიკა მაგაში. არანაირი ლოგიკა არა. რატო რა მოყარეთ რო გაზარდო, მოყარეთ ვერ დარჩება? ანუ ეს ის იქიდან არის, ხო შიში შეიქს სიყვარულს რა. რაღაც ეგეთი თემიდან არის. ანუ მონამორჩილობიდან, ანუ პიროვნება კი არ იყოს, ის თავისუფალი კი არ გიყავს. სასტიკის მიმიები თუ და დრაკონული წესებით, სპარტული წესებით თუ და გაზარდო და მე გაიზრდება და ის შეიძლება გახდეს მორჩილიშვილი, მაგრამ თავის შვილსაც ისე გაზარდოს. კი, ისეთი კომპლექსები შეიძლება გაჩნდეს, რომ არა, ის ხარჯზე ხდება მე მორჩილიშვილი, იმხელა აგრესიის, ანუ თავის პიროვნების ჩახშობის ხარჯზე ხდება და მე რომ ეს შენ мама ეხლა რომ ძლიერი ხარ და შენი შიში აქვს, რომ მოფლაყდები სადღაც. ზუსტი გაიჭიტები იმას რა ამხელა აგრესიას უტოვებს. მე მაგან შეიძლება იმხელა ტრანსფორმირება გაიგრძელოს და იქ კრას ხელი და ეს კრას ხელი არის რომ შენთან ვეღარ იყოს ემოციურ კავშირში რა. ხო, ყველაზე დამანგრეველი რეალურად მithumetes ასაკში ალბათ ეგ არის რომ შვილს ხედავ და შვილის ნაცვლად არის ვიღაცა უცხო, არანაირი ემოციური ბმა არ აქვს. საურთიერთობო პირობითად ახლა ფეხბურთი რაც ახსენეთ ეხლა რომ საურთიერთობო საგანი არ არის, რაზეც მშობელთან, მამასთან ილაპარაკებ და აღმოჩნდება რომ აი თუ მე მაშინ შევცდები. რატო შევცდები? დაფიქრდი და არც მოის ბავშვი და მეგობრულად გაზარდე ხო შეიძლება. აი ყველა ვარიანტში რა. ცემა ტყეპაში გაზრდილიშვილი, ჩემი აზრით, იქ ან არის ჩაგურელი თვითონ სხვებს უსპობს ყველაფერს და ან არის დაჩაგრული ხმას რო ვერასოდეს ვერ იღებს და არის ყველა ვარიანტში შემომდგარი პიროვნება. ხო, მე ესე მგონია შეიძლება ვწდები არ ვიცი. აი თან აი უფრო აი ჩვენი მშობლების თაობაშიც რა იყო აი საზოგადოების ბრალიც იყო რა აი სულ მეზობელი რა სიტყვის ხდებოდა უკვე რომ ჩემმა შვილმა ჩააბაროს უნივერსიტეტში ხო მაგიტო უნდათ რომ იქ უმაღლეში და იქ ექიმია და იქ დოქტორია და რაღაცნაირად რომ აი ჩვენი ოჯახიდან აი ოჯახი არ შეარცხვინო რო არის კი აი ზუსტად ახლა ეგ უნდა გკითხო თედოს ოჯახი შენს აგიხსნი და მაყურებელსაც რომ აი როგორი გამორჩეული ოჯახია ჩვენს რაიონში იცი აკადემიური პედაგოგები აი მართლა არაჩვეულებრივი ხალხი მშობლებიც ფატი მასწავლებელი შენგენაცვალებად მადლობა ძალიან ნახევარ რაიონის გამზრდელია და მე მგონი მართლა თვალში რო ჩაუვარდეთ თიც არა მოისვა ისეთი ქალია ფატი მასწავლებელი და ასეთ ოჯახში უცბად გამოდის თედო და იგინებოდით არაერთ პიკანტურ სცენაში გაქონაცილება მიღებული და საკმაოდ უხამსი რაღაცები გითქვამს მოურიდები სერიალშიც და ისე ეს ყველაფერი როგორ მიიღეს ანუ ამბავი რაც არის მადლობა ჩემი ოჯახის ესე დახასიათებაში და შენი ოჯახიც აი გოგი ბავშვობიდანვე რა აი რაღაცნაირად აი თან რომ მოგვარებით რომ ვიყავით ესე ნათესავები კი არა ვართ რომ ერთი ბები აქვს საერთო მაგრამ ეს რაღაცნაირად ორი ისეთი გოგოლაძე შეხვდა მამაჩვენები არიან ძმაკაცები რომ თავიდანვე როგორც ბიძა და აი როგორც აი ჩემი ნათესავი ეგრე იყავით რა ჩემი ოჯახი და მადლობა იმ აი რაღაცნაირად განსაკუთრებულად ბავშვობის ადამიანებიდან ვინც გახსოვს აი თავის აი გოგისგან ხო ყველას ხარ რაღაცას ღებულობ და აი რა მე შენში რა მომწო ესე იგი რა მომწონს ესე იგი რაც შემშე და გოგიში იყო ის იუმორი რაც მე მაგრამ მევასებოდა რა ყოველთვის რა აი ეს თავისი რაღაც ამხელა ასაკის კაცი რომ ესეთი აი სხარტი აზროვნება რა სხარტი იუმორი რომელიც რაღაცნაირად ბევრი რაღაც იყო რომ აი რაღაცა თავიდან გაუთიცრონებს ბავშვი რომ ეტრფი მაგრამ მე რო ანალიზებ რომ შენშიც არის რა ეს ნაწილი ეგ დავინახე აი რაც წლები გადის რა აი ჩვენი გვარის ეთყობა რაღაცა არის რა მაგ ყველა ჩემი ეს უხამსი ისინი რაც არის ხო ეხა არავის არ მოწონდა ხა რა თქმა უნდა მაგის უფლებაც აქვს რა მითხრა და ხა მithumetes დედის ერთა რო ვარ ძალიან ბევრი რაღაცას გეუბნებიან და იქ მაგარი ბევრი რაღაცა იმის არის რა ქვია წინამდებობაში არიან რა ხა რო ვიგინებოდი აი ეგეც რა იყო რა აი ეხა რო ვფიქრობ აი რაში
ჭირდება გინებით გამოხატვა აზრის ვერ ხვდები რა როდესაც შეგიძლია ეს ბრაზს უფრო საინტერესო სახე მისწეგარი ძალიან ბრტყელი აი გაუბრაზდი და შევაგინე და ანუ დავიცალე რა ნუ ეხლაც აი ვიგინები მაგრამ ეს რომ მე ვიღაც აი ხანდახან უფრო რა რო ვიგინები მაშინ გამოდის რომ სახალხოდ აი ან სტატუსში იგინები ან იმაში იგინები არის რომ რაღაცა ცოტა მორალისტობა და მოუწოდებ და განიკითხავარი რა და მაშინ თუ მოუწოდებ და განიკითხავ ეგ სადღაც აი მორალისტებს ადერხევად იცი რომ აი შენ კი არ გერხევა რომ ვისაც აი რატო გაცვია მოკლე კაბა რო გიწებ რა ანუ მაგით გამოდის რომ მე რამდენ მორალსაც წავიკითხავ იმდენჯერ ჩემ თავს ტყვეობაში ვკეტავ რა ეთქვი რომ მე რა ნუ გაცვია ეგეთი კაბა გამოდის რომ მე ვერასოდეს ვეღარ ჩავიცვავ ამ მოკლე კაბას ან თუ მომიდება და ჩავიცვავ იმ ხელა რამის გადალახვა დამჭირდება იმიტომ რომ მე უკვე ეს პროგრამა დავწერ ჩემ თავს უკვე აუგზალე შენი სახით რა აი მაგიტო ერხევად ეხა ჩემებს აი არ მოწონდათ ეს რაღაცა გინებებიც მაგრამ რაღაცნაირად აი მიიღეს რა აი მაცადეს რა მე ხა ისინიც რომ მეუბნებოდნენ რომ არ იგინები მაშინ მეგონა რომ საჭიროა რა სიმღერაში შეიგინო ამაში შეიგინო იმაში შეიგინო მეგონა რომ ეს იყო ეხლა ნელა რო გავაანალიზე ну აი ავტომატურად აი დავეთანხმე რა ამ როლებს რაც შეეხება კიდეც აი ამ საშუალებაში და რაღაცა იციან რომ აი ნახდათ ის რომ თუ გაიაზრებენ რა ადამიანები რომ აი ეხლა მსახიობი არ ვარ რეჟისორი და მომიწევს მსახიობმა მაგრამ მსახიობს შეიძლება მოგიწიოს ბევრი რაღაცის გაკეთება რა აი ჩემ ოჯახში მაგაში გამიმართლა რომ ეს გაანალიზებული ქონდათ ეს პროფესიები რა შეიძლება მოითხოვდეს რა და რაღაცნაირად მაცადეს რა რომ აი მაცადეს დამეშვა შეცდომები რა თან ეს დედის ერთად რო ვიყავით დამოუკიდებლობას განსაკუთრებით ვცდილობთ აუ რა კაი რაღაცა თქვი მაცადეს დამეშვა შეცდომები აი რამდენი მშობელი არ ვაცდით შვილს რომ შეცდომა დაუშვას არა და ეს შეცდომა ზრდის კიდეც თავის თავზე სწავლობს ბევრ რაღაცას და აძლევს იმის იმედს რომ მე კი შეცდომა დაუშვი მაგრამ ნახე ჩემმა მშობლებმა არ გამრიყეს და ანუ შემიძლია რაღაცები თამამად გავაკეთო და ამ თამამაში შეიძლება ისეთ სწორ გადაწყვეტილებას და სწორ მიზანთან მიხვიდე რასაც შეცდომის დაშვების გარეშე ვერასოდეს კი აი ხა აი მეც რო სიფხიზლე რო დავიწყე რა რაღაცა აი დამოკიდებულების პრობლემები რომ მქონდა ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ აი რაღაცნაირად ოჯახში ეგ გავაზიარე და იცოდნენ რა რომ აი რაღაცნაირად მე არავის ხათრით და ვერავის ხათრით ადამიანი ვერაფერს ვერ შეცვი და ვერ დაანებებ რა და ეს იყო რომ რაღაცნაირად აი მართლა რომ მე რაღაცნაირად არც გარიყული არ ვიყავი და გაზიარებული მქონდა ოჯახთან აი ძალიან მშვიდად ჩემში მომეცა დაფიქრების და ცოტა ესე ვთქვათ დაღვინების მომენტი რომ აი გაანალიზების რომ მოდი აი ოჯახს კი არ ვაზიანებ ჩემ თავს ვაზიანებ ეს გავიგე რომ იქიდან რაც არ უნდა გითხრან ვერაფერს ვერ შეცვლი მაგრამ აი მოდი შენ და აი მან ძალიან ოჯახმა ძალიან ხარდაჭერაც გააკეთა იმიტომ რომ შენ ესეთი ხარ და შენ ისეთი ხარ არ დაუსვიათ საკითხი რა და აი როცა ეს რაღაცნაირად სიფხიზლე დავიწყე იყო ხოლმე ის რომ ამ პროცესს რაღაცნაირად ჩემთან ერთად იზიარებდნენ და არ მქონდა ხოლმე ის რა ქვია რა დამალვა აი ხო არ ჩემი მშობლები არ მაძლევდნენ საშუალებას რომ რაღაცები დამემალა რა იმიტომ რომ რა არის რომ ეხლა ერთხელ ჩემმა მეგობარმა თქვა ზადამ რომ მშობლებიო ხშირადო ისა აიძულებენ შვილებს რომ მოატყუონ რა და აი ხო რაღაცნაირად იყო ხოლმე რომ მომენტები ხანდახან არის რომ აი ეს რო ყველაფერი დედაჩემს უთხრა იმ ხელა ნერვიულობას დაიწყებს მირჩევნია რომ აი ხა მართლა ყველაფერი სათქმელიც არ არის მაგასაც მივხვდი რა ანუ არის რომ შენი რაღაცა უნდა დაიტოვო და შენ რაღაცაზე შენი ჯვარი შენ უნდა ატარო და არ არის აუცილებლად შვილს მაგას ზუსტად გადაულოცო ეს სიმძიმე და ანერვიულო ყველაფერზე რა აი კიდე ერთი ცნობილი გამოთქვა გამახსენდა ჩემოლადო ეხა ის თქვენი დიალოგი რაც შედგა დედის წინ მარბენა ყვის ამ გელი შეჭამს ამ გლისნაირი გიშვილი რაღაცა მაგას ეთანხმები არა არ ვეთანხმები მაგას ჩვენთან არის ეს გავრცელებული რა რომ აპრიორი მშობლის საფარქვეში უნდა იყოს შვილი შეცდომა არ უნდა დაუშვას ეგეც ცნობილი მშობლის ყველა ნათქვამს უნდა დაუჯეროს უმეტესობა ეთანხმება მონა მორჩილებაში ისე მიდივართ მონურ მორჩილებას მონურობა შეიძლება არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში მორჩილებასთან ყველა ვარიანტი შეცდომის დაშვების უფლებას არ საშუალება უნდა ქონდეს ეხლა და იმას რომ ვასწავლდნენ ხოლმე კიდე აი რაღაცნაირად ღმერთის როლიც რა რაღაცა აი შიში შეივცი ყოველთვის ისინი საიდანაც მოდის რომ ღმერთი დაგჭის ღმერთის უნდა გეშინოდეს აი როგორ შეიძლება
ღმერთი იყოს ის ბუაგონია ხალხს ღმერთი ის შემქმნელი, რომელმაც ამდენი რაღაცა შექმნა და ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიყვარულის ნაყოფი ვართ ყველანი მისი და როგორ შეიძლება იყოს ბოროტი, რომელიც შენ შეცდომებზე გჯის რა, ჩვენ ერთადერთი ღმერთი მე მგონია რომ მხოლოდ სიყვარულის ბუნებაა, რომ შენ თავს აპატიებ და მოინანიებ, მე ყველანი მიგიღებ. ერთადერთი რასაც ვერ პატიო და ჩვენ სადაც ვჯით არის ჩვენი თავები, რომელიც მართლა ვერ ვიანალიზებთ, თორე ღმერთი არ არის ადამიანი ის შემქმნელი, რომელიც რაღაცნაირად დამსჯელია, შენზე არაფერს არ გაპატიებს. რა ღმერთს პირიქით მხოლოდ სიყვარულს ასხივებს რა, მოდი აი შენ მოინანია, შენ მიხვდი ამ ყველაფერს და მე მიგიღებ რა. თავარია შენ აი მან გვაძლევ ზუსტად თავისუფლებას რა და აი კიდე იყო ის რომ აი მეც თავისუფლება აი წინაზე ბურდულს რო უსმენდი რა, აი წინა დღეებში ზუსტად მაგას ვფიქრობ, მე რო შეხვდა ძალიან დავეთანხმე რომ აი თავისუფლება მე როგორ მიმაჩნია რა, არის რაღაცნაირად აი ბნებები აი არ წეროს წინ რა რო გიდეს რომ აქეთ სასმელი, აქეთ ვარჯიში, აქეთ პირობითად რაღაც ქალები რა, აი რასადაც მე გართობას მთხოვს საკუთარი თავი, აი თავი რო გავყვე ვნება რა, ვნებას აუყვე და მოდი წავიდე გავერთო, ეგ არ არის თავისუფლება, ეგ რომ ვნება გიმორჩილებს რა და აი თავისუფლება არის რომ შენ ამდენ არჩევას რას არის შენ ირჩე მოკლედ რა და რაღაცნაირად ეგ არის რა საბოლოო ჯამში მიდის ჩემი აზრით თავისუფლება შენს არჩევანამდე რომ შენ შეგიძლია რაღაცამ კი არ გმართოს და დაგიმორჩილოს, არამედ აირჩიო შენთვის მე რაღაცნაირად რას აღარ ექნება მეორე დღეს პახმელია რა. მოდი დაბადების დღე გავიხსენოთ ახლა. შუშხუნები მოყვართ ჩვენ და ეგრე გაგახსენდა. 8 აგვისტოს გავს დაბადების დღე თერო და კი რთული თემა ალბათ, მაგრამ მაინც ვისაუბროთ. 2008 წლის 8 აგვისტო რო გაიხსენა, მამამ თუ მოგილოცა დაბადების დღე. ის პერიოდი თუ გახსოვს, სად იყავი, როგორ იყავი? ქვიშხეთში ვიყავით ჩემთან. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ეს ომის დრო დაიწყო, აი ჩვენ ქვიშხეთში გვაქვს, აი სამეზობლო 5 ოჯახი ვართ, რომელიც აი შედი გამოდი ჩემი სახლის შენი სახლი არ არის რა და აი თან მაშინ მაგ ომის დროს რო ერთიანდებით და რაღაცნაირად ისე მოხდა ეს გორიც ხო იქვია რაღაც 40 კილომეტრში თუ 50 კილომეტრში ჩვენგან რა და რაღაცნაირად ეს ერთიანობა ცოტა აი შეამსუბუქა ის სიმძიმე რაც იყო რა აი რაღაცნაირად გვაქვს რა ქართველებს რომ სადღაც იმ სილაღეს და ეგ სილაღეც რა არის აი შიში ყოფნა სულ ძალიან დიდად გუნოვემედი ხარ და მან დამარცხებული ხარ. ეგ ქართველებს რაღაც ავტომატურად მოსდევს ეს ცოტა იუმორით, ცოტა თვითცინიზმი და ეგ ძალიან გეხმარებოდა. და რაღაც ამ სამეზობლოშიც რო ვიყავით, ძალიან ისე წავიდა რა. გადავატანეთ ერთმანეთს და მახსოვს რომ მამა ჩემი და იმათმა გადაწყვეტეს რომ ტელევიზორში გადმოაცხადეს რომ რაღაცა ხაშურისკენ მოდისო ტანკებიო რა და მამა ჩემი მაშინ მუშაობდა საბაჟოზე და ეხლა იქ მუშაობს და გადაწყვეტეს კაცებმა აიღეს 20 ლიტრიანი ალეკო გონღაძეს პოეტი და მოკითხვა აქედან დიდი მხატვარი ქვიშხეთელი ადამიანი და რამოდენიმე კაცმა რომ ესე თოფები და კაროჩეო წავედითო ჩვენო უნდა ჩაუსაბდეთო რომ ეს რუსები რო შემოვიდნენ რა 5 კაცი ზოგს ანადირო თოფი უკავია ზოგს რაღაცა ეხლა 3-3 ტყია გაისროლა და რაღაცა დედად შემოეს რაღაც ჩაასო იმ საბაჟოს ფორმაზე ამ საბაჟოს ფორმაზე ხო იცი რაღაცნაირად როა წერია ხოლმე უკან დაცვის სამსახური თუ საბაჟო აღარ მასოს რა ეწერა აი პატარა შოქი რომ მიგენათება და ძალიან რო არა აი წავიდნენ საღამო იყო მზე ჩადიოდა და მამა ჩემი ანათებდა ძმაო აი როგორი სამიზნე იყო იცი კარჩი აი ჩასასაბრებლად წავიდა და კარჩი აი მთელ ქვიშხეთს ანათებდა ეგეთი იყო რა და რაღაცნაირად მანდ აი პანიკა აი რაც ძალიან დიდი სასწავლებელია აი მამა ჩემისგან არის რომ ისეთ და ეს რაღაცნაირად ვისწავლე ასე შეძლების დაგვარად გამოვა მდგომარეობებში რო იყო ხოლმე და რო არის პანიკაში არ ვარდებოდა და ეს პანიკაც რა არის რომ პანიკაში რატო ვარდები რომ რაღაცა ვერ გაათვისნობიერე და ვაიმე გადმომაგ შენზეც ეს პანიკა რომ მოდი ერთად რამე მოვიფიქრო და რაღაცა ძალიან სიმშვიდეს მახვედრებდა ხოლმე და ეგ ომიც ის იყო რომ აი მამა ჩემი ძალიან დიდი დამსახურებაა რომ ჩვენს ოჯახშიც ეს რაღაცა დიდი პანიკა არ ჩამოვარდა რა და რომ იქიდან რო განახასე დაჯერებული აბარა იქ საბაჟოს ფორმით წავიდა და ანათებს და რა რუსეთს მარტო მოუღებდა ბოლოს ხო აი იყო რაღაცა ვერ მოვიდა რა იმ ხელა
უიმედობა რა. მაგარი განცდა მამისგან რომ ეგეთ იმას იღებ ხედავ რომ შენი ყოლის შემძლე мама რომელიც ბავშვობაში ხო ყოლის შემძლე გონია რომ დაგარტყავს გაგაფრენს ამერიკაში და მართლა ეგეთი გონია და ხედავ რომ мама შენი მართლა ეგეთია რომ რუსეთის ტანკთან მიდის მარტო საომრად ძალიან მაგარი რამეა არის ეგეთი ხო გამოდის რა ხო ძალიან მაგარი იქრას იზამ და ხო ეხლა დამხლა ცხადია მაგრამ ინტედოსთვის ხო ცხადია ხო აბა ბიჭო ერთი ტანკი რომ მოვა ერთს გაისროდნენ ისინი და მორჩა თქმა უნდა ერთს გაისროდნენ და მორჩა ეგ დადეშენი არ არის მაგრა გამისწორდა ეს თედო გამოუვალი სიტუაცია ახსენე და ბევრგან დაგიწერია, ბევრგან გითქვამს და ამიტომ თამამად შევეხები ამ თემას მოთამაშის ამბავი რა. ხო, მამამ როგორ მიიღო ეს ამბავი და შენ თვითონ როგორ დაძლია ესენი? თამაში. ხო, საინტერესო დამოკიდებულება მშობლების რა. როგორი იცი როგორი იყო რომ აი სადღაც აი მამა ჩემამ როგორ მიიღო რომ აი მამა ჩემიც რაღაცნაირად აი მათ კაცი გეხმარება რა ხა მამა ჩემიც შინაგანად აი ძალიან მაგრა ვგავართ ერთმანეთს თვითონ შინაგანად აზარტული ბუნებით რა ეგ გვაქვს საერთო რა ხა აზარტი მე ცუდი კი არ არის ანუ აზარტს აქ მე ფორმები შენ საითკენ წაიყვან რა ხა მამა ჩემის აზარტი იყო რომ იქ სადღაც რო ფეხბურთის გუნდი ყავდა, რომ ეს ფეხბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონი, ევროპა ლიგაზე გაეყვანა. ერთს ვიტყვი რა, აი ფეხბურთის გუნდიო. მე მგონი შეიძლება ვწდები, მაგრამ ნუ ყველა ვარიანტი ხუთეულში მაინც იქნება ხაშურის ივერია 93 წელს. კვიპროსში წაიყვანა შეკრებას. ხო, კიბოთ. მე მგონი პირველი ქართული გუნდი იყო, რომელიც ევროპაში წავიდა შეკრებაზე. თუ პირველი თუ არ იყო, ერთ-ერთი პირველი მაინც იყო და იქ მოხდა სასწაული რაღაცა რომ ვარჯიშების თამაშების დროს ერთ მამუკა მინაშვილი იყო ივერიაში თამაშობდა და ერთ-ერთ რუსულ კლუბს მოეწონა და იქვე ტრანსფერი გაკეთდა რა და ხაშუში აქვსენტი მოიცი რა ქნაო ფეხბურთელი გაყიდაო და ლანძღავდნენ აუ რა მაშინ საზოგადოებისთვის რა იყო რა და წამოდინე ეგეთი რაღაცეები ახლა ცოტა დამბუზებ აი იმ დღე მაშინ წინაზე გავიგე შენგან რა რომ აი რა იყო რომ ესენი ქონდა რაღაცნაირად იმ მომენტისთვის ძალიან პროგრესულად აზროვნებდა ეგენ ჩართულ და საზოგადოება მე ამას გახვედრებს თან 90-იანები არეულობა არავინ არ გასმოსორებს ფეხბურთს არ გაყიდინებენ რომ აი ვაჭარს გეძახიან და დღეს ყველა ჩალიშოს და თავის ფეხბურთელი უკეთეს გუნდში გადავიდეს რომ აი ამების მიუხედავად აი მამა ჩემი რაღაცნაირად როგორც პიროვნება მაინც არ გატყდა რა ძალიან დიდი აუზელოთ ისევ იმ თემაზე თამაშის ამბავი ძალიან დიდი ის იყო რომ ხო აი ეგენი იყო კაკრას ის აზარტები რაც მამა ჩემისგან ამიტომაც რაღაცნაირად ეგ ხო ჩემი ბუნებას იცნო რა საით იყო იმიტომ რომ მე მარტო თამაშისგან არ ვიყავი აზარტული რა იქ ფილმის გადაღება ეს ბევრ რამეში იქნება რა და საბოლოო ჯამში აი მოთამაშის ამბავი რა იცი აი ბევრგან მაქვს ნათქვამი რა რომ აი მიდიხარ და სადღაც საბოლოო ჯამში აი იმ სურვილებს გაცლის და ეს სურვილები რა არის რომ ვიგრძნო მე ახლა სადავა რა და იმდენად წყვიტავს აი დაცლილი ხარ ემოციებისგან რა მე შენთან დიალოგს აბსოლუტში ვერ ვეჭიდები რა იმიტომ რომ აი გამოცლილი ვარ რა უნდა ვიგრძნო იმ ხელა სიმძაფრე მე აქ იმ ყველაფერს და თამაში დამოკიდებული ადამიანების რატომაც ხდებიან რომ იმ სლოტის აპარატა რომ დაჯდები რა აი თუ რულეტკა იქნება თუ რაც იქნება პოკერი იქნება რა ისე ცოცხლად გძნობ თავს იქ სონიმოტის მთელშენი ხვდები რამ ხელა ძაფრი შეგრძნებების კორიანტელი არის რომ მე ეგრომ და იჩიტები მარტო იმ წამს და იქ ხარ რა რომ ნახდათ აი როგორც უნდა ვიყოთ რეალურად ადამიანები ამ წამს და აქ რო ვიყოთ შევიზო და მე ეგრო ითიშება აქ რო გამოდიხარ ვეღარც ამ ხეს ვეღარ ვეჭიდები ვეღარც ამ ფოთოლს ვეღარ ვეჭი ვეღარ შენ გეკონტაქტები იმიტომ რომ მე ეს აი ეხლა და აქ არ ვარ რა და თამაში დამოკიდებული მანდიჩიტები რომ როცა თამაშობ ეხლა და იქ ხარ და ის გარშემო პრობლემებიც აღარ გასვს და საბოლოო ჯამში აი მივედი იქამდე რომ აი მშობლებისგანაც ეხა რატო თამაშობ სულ ეთქვა რა არ ვითამაშებდი როგორ არ ვითამაშებდი რა და მივედი იქამდე რომ აი რაღაცნაირად აი იმდენად დამაზიანებ აი დაუკარგე სურვილები და მეთქი აი გადავწყვიტე რა აი მანდ არის არჩევანი რომ შენ ადამიანმა უნდა აირჩიო რა გინდა და აი ეგ მივხვდი რომ რაღაცნაირად მე უფრო თუ აფუჩები ამ სამყაროში მინდა რომ რაღაცნაირად აი წეღარაც ვახსენეთ რა ჩემი ბნებები კი არ გარმაგებდნენ და მიმორჩილებდნენ რა აი მე რა მართლა რა არ მაზიანებს აი ხა მოდი ამ სიმძაფრეს არ გავყვები რა არ დამაზიანებს ის ავირჩიო რა და
მე რაღაცნაირად ეგრე ვთქვი ამ თამაშზეც და სხვა დამოკიდებულებებზეც უარი რომ ნამდვილად აი მეორე დღეს რო გავიღვიძებდი სულ დამნაშავის განცდაში ვიყავი ხოლმე რა და ეს დამნაშავის განცდა არის კიდე ყველაზე საშინელება იმიტომ რომ მე ვცდილობ რომ ეს დამნაშავის ხმა ჩაახშო და ისე ვახშობ იმით რითიც დაზიანდი რა წინა დღეს რომ გაიყუჩო არის რა გაიყუჩო და ესე გაყუჩებებით საბოლოოში ჩადიხარ რა და ეს დამნაშავეც რომ ჩერეს ვიღაცასთან ხარ დამნაშავე თორე სინდისი კიდე სხვანაირი ხმა არის რა სინდისი ესე როგორც დანაშაულისგანს და ეგრე არ გაწუხებს იმიტომ რომ შენში ისე ღვინდება ისე შვიდად არის მონანიების აქტამდე მიყავ ხარ სინდისის ქეჯნას რა და დანაშაულისგანს არის რომ მე იმასთან ვაიმე რა დავაშავე ოჯახთან რა დავაშავე აი ოჯახს რომ მან დაემატებინა რომ აი შენ ეს როგორ იქცევი ხდები თავში საგიჟეთამდე მიგიყვან ვერ მიგიყვან და მონანიების აქტამდე მართლა მორჩენის აქტამდე და აი მან ოჯახისგან დედაჩემისგან მამაჩემისგან მივედი იქამდე რომ აი მივედი ამ გააზრებამდე რომ ეს უნდა მორჩეს რა და რაღაცნაირად აი ხა ეს ვიცი ეს პროცესი გააზრებული მაქვს რომ რა წელიწად ნახევარია რაც სისუფთავეში ვარ რა სულ სისუფთავეში ვარ და არის ის რომ მონდომებით ყოველთვის შეიძლება მოგინდეს, უბრალოდ აღარ არის ეგეთი ძლიერი მონდომება, მაგრამ გიღირს თუ არ გიღირს აი, ეხლა ადამიანს რო უყურებ და საზამთროს ჭამს, რო დაინახავ, ხო გინდება ის საზამთრო და მე მეგონა რომ ისე განიკურნები ადამიანი, რომ აღარ მოგინდება არასოდეს და არა, ეგრე არ არის. მოგინდება უბრალოდ ეხლა ვათვიცნევრენ რომ ეს მე ამ ყველაფრად არ მეღირს რა, იმიტომ რომ აქეთ კიდე სხვა кайფებია, აი მართლა სხვა кайფებია რა, რომ აი კაიხ ინგლისჭანას რა რეალურთან ერთად. კი, რა ხო თან რა, ვიცი ჭმირო თამაშს ამ სიმძაფრეში რო ხარ და მიმაში რო ხარ რა. ვეღარც ხალს ვეღარ უჭერ მაგ ხელა გემოს, ვეღარც ხინკალს ვეღარ უჭერ მაგ ხელა გემოს. მართლა არ განიშნეს მაგ ხელა სიამოვნებას, ხო რა, რამდენ რაღაცაზე ამოფუარს და ეხლა რო გამოფხიზ და იქ მართლა ხალთან ერთად როგორ ასწორებს რაღაცას სეინობა, ხინკალი როგორ ასწორებს, ცურვა როგორ ასწორებს, ვარჯიში როგორ შემოვიდა ისეთი უფრო მეტი სიამოვნებები შემოვიდა რა. შეიძლება მართლა ეგეთი მძაფრი ერთიანი სიმძაფრით სიამოვნება არ იყოს, მაგრამ დამადილით იღვიძებ და დამაზიანებელი არა, დაზიანებული არა. დამნაშავის განცდა აღარ არის. დამნაშავი აღარ იღვიძებ დილით რა. ვა, ეგეთი რთულია, ხო რა, აბა იქნება. არის. ეხლა რჩევა ალბათ ისეთი ის არის, მაგრამ აი ვისაც მის ჯერ კიდევ ვერ დაამარცხა იგამ, რაღაც პატარა ისეთი შეგიძლია რჩევასავლის რო თქვა. აი რჩევა არის ის, რომ აი მართლა ყველა მოთამაშეში დგება ის მომენტი, რომ ყველა დამოკიდებულ ადამიანში, რომ აი სვავ საკითხზე ეს უნდა დავამთავრო რა. მე ეს კითხვა ჩემ თავთან, რომ ეს უნდა დავამთავრო უფრო შეძახილი. გამიგზელდა 2 წლის მანძილზე რა. აი 2 წლის მანძილზე ვიყავი, რომ ყოველი ნარკოტიკს მივიღებდით, ვითამაშებდი, იყო რომ აი როდის უნდა დავანებო, ეს უკვე აღარ იყო გართობა რა. ეს იყო აი როცა უკვე მიდიხარ იმ დონემდე რომ პირველ რიგში არის აღიარება რომ აღიარო აუცილებლად და მე არის ის რომ აი მე უკვე კი აღარ ვერთობოდი მე უკვე ვიყუჩევდი რა საკუთარ თავს და აი სულ ვიძახდი 2 წლის მანძილზე რომ ეს უნდა მორჩეს და აი რო დადგა ეს მომენტი ჩემში რა აი მაგ დროს არ უნდა გაექცე აი როცა მართლა ხვდები რომ უნდა დაანებო ის მომენტი უნდა მოიკრიბო ძალა და გადადგა ნაბიჯი და არ უნდა შეგეშინდეს სიმარტოვის რა აი ყველაზე დამოკიდებულ ადამიანებს რა ვთქვა სიმარტოვის გაურბია რა ამ სიმარტოვში რა საკუთარ თავთან ყოფნას და აი რაც უფრო და ყველაფრის გამოსავალი არის რომ ამ სიმარტოვში საკუთარ თავთან დაახლოება რა და ეს უნდა დაიწყო რა ამას თუ დაიწყებ და ნახავ რომ სიმარტოვესთან დამეგობრდები აი იქ მე შემოგივა აღარ დაგჭირდება რომ მოწყენას სხვის ხარჯზე კი არ გავექცე და წამოკლუბში წავიდი ან აი მოდი ეს მარტივად გავიყუჩო რაღაცა გადავყლაპო მოდი 100 ლარი დავატრიალო რაღაც სადღაც წასაძროებული მოვიდა ამ სიმარტოვში მე შემოვა ისეთი ხმები ისეთი რაღაცეები რაც არის რომ აი სადღაც შეიძლება რაღაცასთან მუსიკა შემოდის ან შეიძლება გაგახსენდეს რომ ბაღი გაქვს დასაბარი მართლა და დაიწყო მოკლედ სიცოცხლე დაიწყო რა და აღარ დაიწყო არსებობა რა და ამიტომ აი იმას უსურვებ რომ ძალა უნდა მოიკრიბო კი ტკინვეულია მაგრამ ეს ტკივილი ძალიან მალე გადავა და შენ აი ერთი არის რომ დედა და მშობელი შობავს უფლისგან და მეორეა რომ მართლა საკუთარი თავი უნდა დაბადო რა და ამ საკუთარ თავთან დაბადებაში მარტო შენ ხარ ვინც ამას იზავს რა და ყველა ადამიანში ხდება ეგ პროცესი რომ მეორედ შეუძლია დაიბადოს რა და ამიტომ თავარია მოინდომოს კი
კაცი უფალი მასთან ყოველთვის არის რა. ეგ არის. აუ მადლობა ესე გულწრფელობისთვის და გულახდილობისთვის. ერთი რამეც უნდა გკითხო. 2021 წლის 8 აგვისტოს აქვსენტის ქონდა Facebook-ზე ასეთი პოსტი. 2021 წლის 8 აგვისტოს? ხო, თედო გილოცავ. როცა შენ დაიბადე, დაახლოებით იმ ასაკში ვიყავი, ახლა რომ ხარ. როგორც ყველა მამას მეც არ მეცალა, რომ დიდი დრო დამეთმო შენთვის, რათა ნაკლები პრობლემებით გაგევლო გზა აქამდე. ბოდიში თედუშ. ახლა როცა დროც მაქვს და გამოცდილებაც შევიძინე, შენ უკვე ჩამოყალიბდი ძალიან მაგარ, ჩემზე მაგარ კაცად. ყველაფერი მოგცა უფალმა, გონება, ნიჭი, კრეატიულობა, მეგობრები, საყვარელი ადამიანები და ასე შემდეგ. ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ. გამოიყენე დრო და შესაძლებლობები, რომ ჩემსავით არ დაგწყდეს გული. მიყვარხარ. მამის რჩევებს თუ ითვალისწინებ ხო? მე ძალიან მიყვარს მამაჩემი რა და აი აქედანაც უპასუხებ რომ კაცი აი საბოდიშო და საბატიებელი ზოგადად ცხოვრებაში არაფერი არ არის. აი საკუთარ თავს პირველ რიგში რაღაცები უნდა ვაპატიოთ ხო? აი ადრე ვიყავი ხოლმე რომ აი სულ მეგონა რომ რაღაცას დავაშავე და შენთან მოდივარ და ბოდიშს ვიხდი რა. აი მინდა რომ შენგან თუ მოვისმენ პატიებას მე ხო არ გავთავისუფლდები და ეგ არ არის. მონანიება სხვა რაღაც მეც ახლა ბევრი რაღაცა მამაჩემთან ესე ვიყავი რომ შემშლე და მამი მაპატიე და ეს უცბად ისე ავტომატურად არის რომ აი ნამდვილად ვგრძნობ რომ ბავშვი ყველაფერი ნაპატიებია და აი ეს ერთობა არის რა საბოდიშოც არაფერი არ არის მამაჩემის რჩევებს აი ადრე კიდე თუ წინამდებობაში ვიყავი და რაღაცა ყოველთვის მოусმენ ყოველთვის პატივს ვცემ და აი სადაც ვიგრძნობ რომ ვეთანხმები ყოველთვის გავიზიარებ რა და აი რაღაცნაირად მამაჩემი ხო გეუბნები არის რაღაცნაირად ადამიანი რომლისგანაც არასოდეს არ დაუძალებია რომ მე ეს უნდა მეფიქრა მე უნდა ყოფილიყავი მისნაირში აი ეხლა მამაჩემს მაგ სტატუსში რაც აქვს აი რამხელა აღიარებები აქვს და მე ეს ბოდიშიც იმაზე რო უწერია მაპატიე და რაღაცა შენ ჩემზე უკეთესი კაცი მე საერთოდ არ მიმაჩნია რომ მამაჩემზე კარგი ადამიანი ვარ რა ნაღდათ არ მიმაჩნია რა და არც ის არ მიმაჩნია რომ რამეში აქვს საბოდიშო რა ერთადერთი აი არის რომ ეს რა ანუ ერთმანეთთან უკვე ავტომატურად ყველაფერი ნაპატიებია და ეს ერთობა რაც ნამდვილი ჩახუტებაა რა ყველაფერი დანაშაულის განცდაზე ეგ გაგვიგრძელდეს დიდი ხანი ცხოვრების ბოლომდე რა ვერაფერს ვერ იზავს მამაჩემის ეს რომ მე მეწყინოს რა რა კაი რამე ძალიან მაგარი გადაცემა გვაქვს კი ისეთი რამე შეიძლება გაიხსენო რითიც ყველაზე მეტად ატკინე მშობლებს ხოლო მამას მშობლებს ოღონდ ვატკინე გამოდის რომ მე რა მახსენდება რაც მე მეტკინა რაც მე ვიგზენი რომ მეტკინა ანუ იმათ რო ვატკინე ან შენ რო ვეტკინე იმათ რო ვატკინე მაგას ხო ვერ გავიაზრებდი ანუ მე სად მეტკინა მივხვდი და ასე გაიხსენე შენი აზრით ყველაზე ამაყები როდის იყვნენ შენით ორი რადიკალური რა ის ვატკინე აუ ეგრე სულ რაღაცა პატარ-პატარები აუ კიდე რა იყო იცი რომ ეს რა არის საშინელი მოსაშორე ყველაფერი რაც წარსულ შეგარჩე უნდა გაუშვა ყველა ვარიანტი და კიდე ძალიან მეტად რაც იმას ვიზავდა ეს დედის ერთობის ეს რაც არის დამნაშავე შვილის შეგრძნება რომ აუ რა ცუდი შვილი ვარ აი ამაში წლები ვიხარჯებე და ამან ისე ჩამიკეტა მშობლებთან ურთიერთობა რომ აი ვაიმე როდის უნდა გამოვსწრო რა ცუდი შვილი ვარ და ვეღარ ვეკონტაქტებოდი ადამიანებს რა აი დედაჩემს და მამაჩემზე გაფიქრება თრგუნავდა რა და აი მე მივხვდი რომ რატო ეკიდები ესე წარმოვიდგინე მე არ მყავდა აქედან განთავისუფლებული ჩემი მშობლები რა რომ აი სუდამნაშავის შეგრძნებაში ვიყავი და მე ეს დანაშაულის რა რომ აი მე სადღაც გავბრაზდებოდი მე ეგ არის რა გაბრაზდება რომ მე თუ ეს დამნაშავეთ მიმაჩნია თქვენ ესე როგორ იქცევით და მაგას მივხვდი რომ კაროჩე აი მაგიტო თქვი რა საბოდიშო და საპატიებელიც არაფერი არ არის რა ხვდები რომ აი და მე თვითონვე გავათავისუფლე იმიტომ რომ აი რაში გავათავისუფლე იცი რომ აი აღარ ვთხოვ რომ იფიქნო ჩემნაირად აღარ ვთხოვ რომ გააკეთო დედაჩემა ეს იმიტომ დამოუკიდებელი ადამიანია რა და ამის მერე რაღაცნაირად ეს დანაშაულის განცდაც ცოტა ჩაიხშო და რაღაცნაირად უფრო დავახლოვდით როგორც ადამიანები, რასაც საწეში ვთქვი რა, იმიტომ რომ ამ როლების მიღმა დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა, ოღონდ ახალი დაწყებული გვაქვს რა, მე ეგრე მიმაჩნია და აი რაც შეეხება რომ ალბათ იმათ როდის გავუხარ და ალბათ სიფხიზლე რომ გადავწყვიტე, ეგ იყო ყველაზე ჩემთვისაც ეგ არის.
მეც ეგ მიმაჩნია, რომ ალბათ ეგ გაუხარდებოდათ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ იცი რა არის, რომ აი მართლა რაც არ უნდა აი მაგარი რეკლამა გადაიღო, მაგარი ფილმი გადაიღო, რაღაცნაირად ეს ხო ის შეგრძნებები მაინც სადღაც წამიერია რა. მე შეიძლება მაგით კლუბაში დარჩე, მაგრამ ის ნაღდი ცოცხალი როცა არის, პატარა რა და. შენ და აქსენდეს ერთად გიტირიათ. ფეხბურთზე შეიძლება აი კაგრას ცრემლები, აი არა და ტირილი არის ძალიან მნიშვნელოვანი მამაჩემთან ერთად. ტირილი აი უფრო ამახსენდება ის რომ ცრემლები მოგვადგა თემა უფრო იყო. და კარჩე ხვდები რომ ტირილი არის რომელიც ძალიან გათავისუფლებს რა. და ეგ ყველა მშობელმა უნდა ქნას სადღაც თუ დადგება რა, იმიტომ რომ მე ძალიან მიჭირს ტირილი. მინდა კარჩე რომ ვიტირო ხოლმე და ვერ ვიცლები რა. და ეგ მაქვს გასახსნელი და ერთი პერიოდი მაგრა გავხსენი როგორ ბღავდი, იცი, აი ვეღარ ვიკავებდი ვერაფერ, აი ყველაფერზე მომქონდა რა, აი მე მაქვს ეგ აი მართლა ყველაფერზე მეტირება, აი აბსოლუტურად ბედნიერი ადამიანი. აი ორივე ეგეთები ვარ. ისეთ რაღაცაზე ჩამოვუყურით ხოლმე ხანდა. იმ დღეს უყურეთ მე და ნისმე. ეს ჩემზე უარესია კიდე. შეიძლება ქუჩაში მიდიოდეთ და გუბე იყოს, რომელშიც კენჭი ჩავარდა და შეიძლება აეტყო. ეტყო ეხა რაღაცებს რო ვამბობ ხოლმე. ისეთი მეთქი ეხა არა ტირდე, მოადგება ხოლმე. გუშინ წინ უყურეთ ელიოა, ძალიან მაგარი მულტფილმი. და აი მამაშვილობის თემა რა, ბოროტი მონსტრი მამაა, რომელიც ჩვილს აიძულებს, რომ შენც მონსტრი გახდიო და ადამიანი გადავა უცხო პლანეტაზე და ეს უცხო პლანეტელი მონსტრის შვილი და ეს ბიჭი დამეგობრდებიან და ეს მონსტრი ამ ადამიანს გამხრობს, არ მინდა მამა ჩემივით ბოროტი გავხდეო რა. ხო და კარგი ბოლოს ის აღარ დავასვე, ბოლოს ისე თავდება, რომ თვითონ მამა ამბობს მონსტრობაზე უარ შვილის გამო. რა კაია. სასწაულად მაგარი მულტფილმია და მე და ნისიმე ვუყურებ, ჩემი პატარა გოგო და მამამ გაიხადა თავისი მონსტრის ტანსაცმელი და შიგნით მატლიზის რეალურად თავიდან გონია რომ მონსტრი არა და მატლია. ხო და ჩაეხუტა შვილს და გააცოცხლა. და ისე ვიყურე. ამდენ ხანს რატო არ დაიწყე ტირილი და წამომივიდა თვალები და წელები. რავე იმანაც იგრძნო ხო მომენტი. არა იმან იცის ბოლო ყველა მულტფილმის ბოლოს აი პიკიში რო ადის ემოცია მე უნდა ვიტირო. და შემომხედე და გაყურებული მიყოლე ამდენ ხანს რატო არ დაიწყეო და ეგ ზუსტად პიკთან მითხრა და წამოვიდა ეგრევე წრებლები. კაი იყო ჩემო მიხედე. ჩვენი მეორე სტუმრობა აი მესამე სტუმრობამდე ხო რავი მე მგონი მართლა კაი იყო. კარგ თემებზე ვისაუბრეთ, რაც თავარი გულახდილად ვისაუბრეთ. ბევრისთვის დარწმუნებულია საინტერესო რჩევები იყო, კარგი მოგონებები იყო. მე პირად ემოციებით დახუნძურული ვარ. ძალიან სიმშვიდე, აი 7 დიალოგი იყო, აი ძალიან მშვიდად ვიგრძენით თქვენთან თავი და მადლობა მაგისთვის რა, იმიტომ რომ თქვენგანაც აი ეს ხო სამხრივი არ არის, ომხრივი არის, აი რაღაცნაირად ძალიან დიდი მადლობა რომ ესე წამოვიღო წყალივით რა ყველაფერი რა. კარგი მოსასვენია. პატივის ცემა შენ და წარმატებები და რა ვიცი. და ბევრი სპონსორები თქვენ და წარმატება რა, აი ძალიან გულშემატკივრად. გენაცვალ ვიცი, აი პირველივე დღიდან შენგან გრძნობდი და ვიცი რომ ჩვენს გვერდით ხარ გულშემატკივრობ და სიამოვნებით. აქვე ვაწყდები თუ რამეთი დაგჭირდებათ ჩემი დახმარება შენ გენაცვალე მე. მართლა თქვენს გვერდით მიგულეთ. მოკლედ, რავი, ძალიან გამოვიდა კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ Suti Powers თავისი მაგარზე მაგარი ჩურჩხელებით და თავისი მაგარი მზესუმზირით, რომელიც წამში ვანადგურებ ხოლმე. და უზარმაზარი მადლობა რადიო ფორტუნას, რომელიც ჩვენი მეგობარი და პარტნიორია. კი ბატონო, სასიამოვნოა ფორტუნა ჟღერს უკვე ჩვენ გადაცემაში. ძალიან კარგია. მოკლედ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, თურმე ისო ზარიზღილაკი უნდა გააქტიურო, რომ უფრო კარგია. სასაკვირველია. ხო, ამიტომ ზარიზღილაკი გააქტიურეთ, გამოიწერეთ შეტყობინება მოდის. კი ბატონო და აუცილებლად დააკომენტარეთ, ასეთ მაგარი სტუმარი გვყავდა და მოგწერეთ მოკლედ ბევრი. დიდი მადლობა. სტუმარს და მადლობა მაყურე. აბა დროებით. თქვენ გაიხო, მაგრა გაასწორა რა.